მაგარი გაბრაზებული ვარ, ნო? რა გინდა? რა მინდა კი არა, დღეს აგერ გავიდე უბანში რაღაცა ის გაიხსნა, მარკეტიო და მეორე ისო, რუსეთმეების პარტიის ოფისიო და ეს რომელია? მარკეტია ეს კაცო. აი ეს მარკეტია. ო, აგაშენა, მე ის მეგონა, უბეთურების ოფისი მეგონა და ამ გაგანია ის ოკუპაციის დროს მაგის გახსნა იქნება. მაგას რო კაცი გააკეთებდა, იმეებს სახსნია კი, ო, იმას როგორც მინიმუმ კეთილები არ უნდა აგინო, მოდი აგერ ხეზდაყვას ვეუნები, შენ დედა აციოკებულო. შენ რო იცი რომ შენი ქვეყანა აგერ შენმა წინაპრებმა სისხლი და ხმლით შემოგინახა, მართლა აგერ ხემარს და იმას მუხას ვეუნები, შენ დედა დაფოლოვებულო. შენ რო იცი რომ შენმა წინაპრებმა გააგზელე წინაპრების ისტორია და მიხედი ამ 64 და ხოუყურებ, ეს მე რაზე მწყდება გული, ეს დედა აფეთქებული იცი, მე ქართველი კაცი ვარ, შავი ვიცი, თეთრი ვიცი, ეს გებიცები, მაგრამ რაზე მწყდება ახლა გული. გამოვარდებიან ბიჭო და საქართველოს 20%-ია ოკუპირებული არაო, ბიჭო. წარმოგიდგენია? ვისაც მაგის ჯერა რომ საქართველოს 20% ოკუპირებული არა, იმის დედა დანარჩენმა 80%-მა ძმაო, მაგრამ არა, თქვენთან ამიდა, რაზეა საუბარი, მარკეტი გასცემი და წარმატებები, ძმაო, რაზეა საუბარი. ხოიცე? ნისიას ყიზეა. არ შეგეშალო, ნიზები არ გაწეს. გენაცვალე წარმატებები. ვინ იყო სამის დედალოტირის? ბიჭო, გაჩერგი ეს და ჩემის მაიყვნა რუსეთში ჯარში ერთად გაიგე ხო და მე ჩვენმა რუსმა ძმებმა წემეს. გაიგელებს, გაიგე. გაჩერდი ბიჭო, რუსები არ ეკრებოდნენ ახლა ეგენეთო. ეგენ იქნებოდა უზბეკები ბიჭო. ბიჭო, ვიცი მე დარწმუნებული, მაგრამ დარწმუნებ ახლა ამას